პავლე მოციქულის საწიგნი კორინთელთა მიმართ პირველი, თავი მეორე. და მე მორაივედ თქვენ და ძმანო, არა მოვედ მეტყნობისა სიტყვითა სიბზნისაითა, მითხრობათ თქვენ და წამება იგი ღმრთისაი. რამე თუ არ არა ისვაი დავიდე გულსა ჩემსა უწყებად თქვენ და გარნა ქრისტე იესო და ესეცა ჯვარცმული. და მე უძრურებასა შინე და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქვენ და მომართ. და სიტყვაი ჩემი და ქადაგებაი ჩემი არ არწმუნებითა კაცობრივისა სიბზნისა სიტყვათაითა, არამედ გამოცხადებითა სულისაითა და ძალითა. რაითა სარწმუნოება ეგე თქვენი არა იყოს სიბზნეთა კაცთაითა, არამედ ძალითა ღმრთისაითა. ხოლო სიბზნესა ვიტყვით სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბზნესა არა ამის სოფლისასა, არც ამ მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან. არამედ ვიტყვით სიბზნესა ღმრთისასა საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელიგი პირველადვე განაჩინა ღმერთმა უწინარეს საუკუნეთა სარიდებლად ჩვენდა. რომელიგი არავინ მთავართაგან მან ამის სოფლისამან იცნა, რამე თუ უკეთუმცა ეცნა, არამცა უფალიგი დიდებისაი ჯვარს ეცვა. არამედ ვითარცა წერილა არს, რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისას არა მოუხვდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა. ხოლო ჩვენ ღმერთმან გამოგვიცხადა სულისა მიერ თვისისა, რამე თუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაც ღმრთისასა. რამე თუ ვინმე უკვე იცის კაცმან კაცისაი, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელ არს მისთანა, ეგრეთ საღმრთისაი არავინ იცის გარნა სულმანვე ღმრთისამან. ხოლო ჩვენ სული არა ამის სოფლისაი მოგვიღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაითა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩვენდა. რომელსაცა ესე ვიტყვით, არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბზნისა სიტყვათაითა, არამედ სწავლითა სულისა წმინდისაითა, სულიერთა, სულიერად შევატყუებთ. ხოლო მშვენიერი კაცი არა შეიწყარებს სულის საღმრთისაისა, რამე თუ სიცოფე უჩნს მას და ვერ შემძლებ არც ცნობად, რამე თუ სულიერად განიკითხვი. ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე და იგი არავისაგან განიკითხვის. რამე თუ ვინცნა გონებაი უფლისაი, რაითამცა არა აზრახა მას, ხოლო ჩვენ გონებაი ქრისტესი გვაქვს.